კრიტიკული აზრი მეორე ნაწილით გიბრუნდებათ ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიომსმენელებო და მე მინდა მივესალმო იმ მაყურებელს და რადიომსმენელს, ვინც ეხლა შემოგვიერთდა მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო. მე და გოჩა ჯოჯუა ვართ მეორე ნაწილში, სამწუხაროდ გიორგი ფოფხაძემ ვერ მოახერხა, ამიტომ ისევ ჩვენ გავუძღვებით გადაცემა. საფრანგეთიდან უფრო გვერდთვებოდა ვიდრე, თუმცა ისე კაცმა არ იცი, შეიძლება საფრანგეთის აგენტობა ან რამე ესეთი დაკავებული ხო არ არის ეგეც. იმიტომ რომ ჩვენ ნამდვილად არ აგვაქვს ინფორმაცია დილიდან ყოველ შემთხვევაში. კი ბატონო. კეთილი, აგერ მოვისმინეთ ჩვენ პატარა მონაკვეთი. მე და შენ ხო რომ ჩვენ ევროპულ სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ ბევრ ევროპულ ქვეყანას ვჯობივართ და ასე შემდეგ. ჩვენ აი მე მაგალითად ვკითხულობ, ჩვენ გვინდა ევროკავშირის მიმართულებით განვითარება თუ არ გვინდა ევროკავშირის მიმართულებით განვითარება. იმიტომ რომ ერთის მხრივ ჩვენ შევწყვიტეთ ურთიერთობა, მეორეს მხრივ თქვენ ამბობთ რომ ბევრ რამეში ვაჯობეთ ბევრ ევროპულ ქვეყანას. როგორ ვაჯობეთ, რაში ვაჯობეთ, მე ვერ ვნახე ეს მონაცემები. ზოგადად ცხოვრების ინდექსი თქვათ მაღალია საქართველოში, ასევე როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებშიც მაღალი ინდექსია, გასაგებია. ანუ ეს ინდექსი სხვადასხვა საზომით იზომება და არა იმით, რომ ადამიანის უფლებებია დაცული ყველანაირად ასე. მანდ არის სიტყვაზე ვამბობ, მანდ არის შეფასება, არის მაგ ინდექსი, ანუ მაკდონალდსის ფასება ხო, ანუ ღირებულებით არის სხვა და ჩვენთან არის მაღალი დონის, ანუ ხარისხს გულისხმობ ინდექსი იმ ქვეყნებთან ერთად, რომელსაც ქვია თქვა ევროპული ქვეყნები, ხო და ეს ძალიან კარგია. თუმცა ჩვენ არ ვსაუბრობთ იმ ინდექსზე, რომელზედაც ამახვილებს ყურადღებას ხელისუფლება. ჩვენ ვამბობთ, რომ აი თუნდაც პირველი წინა ნაწილი დავიწყეთ იმით, რომ დღეს შეუძლია ხელისუფლებას დააკავოს ნებისმიერი, ჩვენც დაგვაკავებენ და გვეტყვიან, რომ ჩვენ ვართ ჯაშუშები. მაგრამ ამავდროულად თვითონ ჯაშუშის მცნების ახსნა არ ხდება, თუ რას ნიშნავს ჯაშუში, იმიტომ რომ კლასიკური ახსნა ჯაშუშობის არის სულ სხვა რამე, ეს არის ის ახსნა, რომელიც ვიცი მეც და გოჩამ და მე მგონი თქვენც ძვირფასო ტელემაყურებლებო, მაგრამ ის რაც ხდება დღეს იმ კლასიკურში არ ჯდება არანაირად. ამიტომ აგვიხსენით დღეს რა ამ ჯაშუშობამ რა სახე შეიძინა და როგორ უნდა შევხედოთ დღევანდელ ჯაშუშს, ანუ ვინ არის დღევანდელი ჯაშუში. ეს მაინც რომ ვიცოდეთ. და მე უკვე ის კანონი, აი ჩვენ საუბრობდით, ხო? თუ ადამიანი ატარებს პროპაგანდას, თუნდაც რუსეთის სასარგებლოდ და თქვენ თვლით, რომ ის არის აგენტი, რუსების აგენტი, რუსეთის აგენტი. ის რბილ ძალას წარმოადგენს, რუსეთის რბილ ძალას წარმოადგენს საქართველოში პროპაგანდის კუთხით, თუ ის არის ჯაშუში იმ კლასიკური განმარტებით, რომელსაც მიჩვეულებრივ ვართ. იმიტომ რომ თუ ის კლასიკური ჯაშუშია, მაშინ მარტო ჯერთი პროპაგანდა საერთოდ არ იქნებოდა. ის დაიმალებოდა ყველანაირად, იმიტომ რომ კლასიკური ჯაშუში არასოდეს არ იყვირებს, რომ რომელი ქვეყნის ჯაშუშიც არის, რომ იმ ქვეყანას დიდ პატივს სცემს, რომ მაგარია ის ქვეყანა და ასე შემდეგ და იმ ქვეყნის პირველი პირები არაჯილდოვებენ მას ოფიციალურად და ასე შემდეგ. როგორც თქვა გულბაათ რცხილაძე დააჯილდოვეს, ხო? და ამიტომ ვამბობ რა, რომ ეს კლასიკური განმარტება ერთია და თქვენი ინტერპრეტაცია მეორეა. თუ ის არის უბრალოდ პროპაგანდისტი, მაშინ კანონი უნდა მიიღოთ, რომ არ შეიძლება შენ კარგად ისაუბრო, დადებით კონტექსტში ისაუბრო, რუსეთი იქნება ამერიკა თუ სხვა რომელიმე ქვეყანა, იმიტომ რომ ჩაგეთვლება აგენტობაში, ჯაშუშობაში და დაგიჭერენ. ასეთი კანონი თუ იქნება მიღებული, მაშინ დაიჭერ ნებისმიერს და კანონიერად დაიჭერ ამ შემთხვევაში. თუმცა რამდენად იქნება? არა, კანონიერად დაიჭერ შენი კანონიდან გამომდინარე, თორე ბუნებრივია რომ არ შფოთდება ხო ხალხის და ზოგადად საერთაშორისო საზოგადოებაც რომ ნებისმიერი კანონი შეგიძლია შენ მიიღო რის გამოც დაიჭერ კაც, მაგრამ რამდენად სამართლიანია ეს კანონი, ეს სხვა თემაა. მაგრამ ეხლა არც ეს კანონი არ არის მიღებული, ხო რომ შენ თუ აქებ რომელიმე ქვეყანას ჯაშუშად ითვლები. არ არის და მესამე, როცა იჭერ ადამიანს და აბრალებ იმას რომ ის ჯაშუშია, საქმის მასალვის დახურვა ეს არის
ხო, ეს არის აბსურდი. პირიქით საზოგადოებას უნდა გააცნო ამ საქმის მასალები, სადაც ნათლად გამოჩნდება, რომ ადამიანი არის ჯაშუში. ვის ხვდებოდა აი სააკაშვილი მაგალითად, სააკაშვილის პერიოდში. ფოტოგრაფების საქმე, იქ კიდე რაღაც სხვადასხვა საქმეები. ის რას აკეთებდა? რომ აი მან გადაიღო და ამ სურათზე მოხდა რაღაც სტრატეგიული ობიექტი და მან მერე გადასცა გასაგებია რომ ეს სისულელი იყო, სპექტაკლები იყო დადგმული, მაგრამ ცდილობდა მაინც რომ საზოგადოებისთვის დაეჯერებინა რომ აი ეს ზიანი მიადგა სტრატეგიული ობიექტი რომ გადასცა, აი ზიანი მიადგა ქვეყანას და ეს იყო საიდუმლო. თუმცა ერთ-ერთი რაზეც დაიჭირა კიდე ბოლოს ის გახსოვს რომ 26 მაისის ღამეს ჟურნალისტები უღებდნენ სურათებს როგორც ცემდნენ რა ქვია ხალხს დასისხლიანებული და ეს სურათები რომ სხვასთან წავიდა, ანუ გავიდა საათ ხო დასავლეთში და აჩვენეს რომ ეს თქვენ რომ მიგაჩნიათ რომ მის შუქურაა რა ქვია დასავლეთის დემოკრატიის და ემისი შეხედეთ რას აკეთებს ეს ჩათვალა მაშინ სააკაშვილმა რომ თქვენ აზიანებთ ისევე როგორც დღეს თulis ქართული ოცნება რომ ის ვინც მიდის და ამბობს სტრასბურგში იქნება თქვა ამერიკის შეერთებულ შტატებში რომ ამ ქვეყანაში არ არის ადამიანის უფლებები ან თუნდაც გულბაცხლაძის მაგვარად ამბობს და რუსეთთან აქვს ურთიერთობა და ისინი აჯილდოებენ ეს თulis რომ საფრთხე ექმნება იმითი რომ სხვა ქვეყნებში გააქვთ ამ ადამიანებს ის რეალური სურათი რომელიც მის ქვეყანაში ხდება და ეს აზიანებს მას თუ თქვენ საქართველოს მოსახლეობა ასე თვლით, რომ თურმე ის რა ჩვენს ქვეყანაში ხდება, გვირტყავენ, კლავენ, რა ვიცი, ზალადობენ ჩვენზე და ეს არავინ არ უნდა იცოდეს და ამას ქვია. და სხვათა შორის მე არ ვიცი ტერმინი რას ნიშნავს უპრეცედენტო სუვერენიტეტი. ანუ სუვერენიტეტი ვიცი რაც არის, უპრეცედენტო ან არის ან არ არის, ხო? ხო, ან გაქვს ან არა გაქვს, მაგრამ უპრეცედენტო ნიშნავს რომ ჩვენს თემსოფლიოში სულ ყველა ბოდიში და ფეხებზე გვკიდია ჩვენს ქვეყანაში რასაც გვინდა ვიზავთ, აი ვისაც არ მოწონს აქედან წავიდეს და დანარჩენი ყველა აგენტია ყველა მიმართულებით. ქალბატონი ამბობდა რომ ეს ალბათ ამერიკელებთან უნდა თუ ეხლა სიტუაციის დაალაგებაო და ამიტომ ეხლა იჭერსო რუსეთის იმას რა ქვია აგენტებსო. არც იმათთვის, რაც არ უნდა ამერიკელი, თქვენ როგორ ფიქრობთ, რომ ის როცა შენს მოსახლეობას, შენს ქვეყანაში თუ რაღაცა ნაწილს ატყვილებ, ხლა ამერიკის შეერთებული შტატები ინფორმაცია არ აქვს, ვერ ხვდება თუ რუსეთი ისეთი ქვეყანაა, რომ იმან არ იცის რა ხდება, ხო? ანუ რეალურად, ხომ ისიც კი მიკვირს, რომ რა ინფორმაცია შეიძლება არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში ისეთი, რომ მისი გატანა, ხომ მართლაც ან თუნდაც ერთ მიმართულებას შტატები იქნება ეს ევროპა იქნება თურქეთი იქნება ირანი იქნება თუ რუსეთი იქნება რაც მათ არ იციან აქ რა ხდება აქ ხომ ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში ჩვენმა მოქალაქეებმა არ იციან სინამდვილეში ბევრი რამე თორე დანარჩენი და ბევრი სხვათა ისეთი რაღაცებზეა ლაპარაკი რომელიც კონტრაქტებს ეხება კონტრაქტებს რომელიც მართლა უნდა იცოდეს ჩვენმა მოქალაქეებმა იმიტომ რომ სხვა სახელმწიფოებთან იდება ეს კონტრაქტები და ამას ფარავენ რითი იცით რომ ეს არის კომერციული საიდუმლოება აი დაახლოებით არაბებთან რაც გაკეთდა რომ არაბული მიწების გაყიდვა ეს თურმე კომერციული საიდუმლოება და არ უნდა იცოდეს ჩვენმა მოსახლეობამ გაზზე რაც მიდიოდა ამ ბოლო დროს საუბარი რა ეს გამოდაც დავითაშვილი ყავდათ რა ქვია ეკონომიკის მინისტრი დაბარებული რომ თურმე აზერბაიჯანის მხარეს დაუთმეთ და მივეცით საერთაშორისო მილის გაზი გატარებისა და გადმოვედით მეორე საბჭოეთის დროს აშენებული მილზე ასეთი გარიგებების დროს მოსახლეობა ჩვენ საქმის კურსში არა ვართ რატო არა ვართ საქმის კურსში იმიტომ რომ ეს გარიგებები არ ხდება ხალხის ანუ ამის წინ თქვი კიდევაც რითაც დავიწყე ლაპარაკი და ზარილახა შემოდის ახლა მე იმას ვიზავ რა ქვია კონტრაქტი სინამდვილეში საკუთარ მოსახლეობასთან აქვს სახელმწიფო შეიძლება ეს პირდაპირ სახით არა აქვს ხო ვიღაცას ახლა იტყვის რა კონტრაქტი უნდა დადოს კონტრაქტია საარჩევნოდ როცა გპირდება რაღაცას პოლიტიკური არაფორმალური კონტრაქტია და ნებისმიერი ხელისუფალი სინამდვილეში აფორმებს ეს პირველი სახელმწიფოები რო ჩამოყალიბდა უძველეს დროიდან 2500 წლის წინ ზოგი 3000 წლის წინ პირველი სახელმწიფოები რო ჩამოყალიბდა უკვე კონტრაქტი იდება სოციალური კონტრაქტი იდება სახელმწიფოში ხელისუფალი როგორ ცხოვრობს მისი ხალხი რა დონეზეა იმ ხალხის ცხოვრება და მეზობელი ყოველთვის ეცდება ჩაერიოს იმიტომ რომ თუ შიგნით ქვეყანაში არეული სიტუაცია იმპერიები დაიშალა ვებერთელა რომის იმპერია დაშალა შიდა დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში შიდა დაპირისპირების მოსპობა სურთ როგორი ფორმით იცი ძალადობით
ისკენ რომ ერთმანეთთან მოვილაპარაკეთ, ისკენ რომ ერთმანეთთან და მოსახლეობასთან კონტრაქტი დავდეთ, როგორი სახელმწიფო უნდა გქონდეს. არა, ერთმა გადაწყვიტა და ეს პირველად არ ხდება თან. ეს ერთ და იგივე მეორდება. სისტემა არ მოიშალა. ამ სისტემაში სახელები და გვარები იცვლებიან, თორე სინამდვილეში ვღებულობთ რას? ხელისუფალი რომელიც მოდის, მას წასვლა აღარ უნდა, იმიტომ რომ ძალაუფლება შენ ხელშია, ბიზნესი შენს ხელშია, ყველაფერი შენს ხელშია. მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ არა მარტო ჩვეულებრივ მოსახლეობამ, არამედ სწორედ ბიზნესმაც უნდა დაიწყოს ფიქრი იმაზე, რომ ეს სისტემა, რომელიც ახლა ჩვენ გვაქვს, ქვეყანას შეიყვანს კრიზისში და კატასტროფაში. ზარია შემოუშვით. ისაუბრეთ დიახ, პირდაპირ ეთერში. გამარჯობათ. მოგესალმებით. მე ხლა გელაპარაკებით კაცი, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება ეროვნულ მოძრაობასთან გაატარა. კაცი, რომელიც 6 წარმოების დირექტორი იყავი სხვადასხვა დროს, საბჭოთა დროს, მაინც ეროვნულ მოძრაობასთან ვიყავი. გაიხარ. როდესაც ზვიადი გაწირა ამერიკამ და ამბავი მე შევქვენით ხარტია 91 თედო პაატაშვილი იყო თავმჯდომარე. პარლამენტში ვიყავით და ყველაფერი, მაგრამ მე ედვარდ შევარდნაძემ მოისყიდა თედო და პარტია დააქრო. ეხლა რა მინდა იცით გითხრათ, ჩვენი უბედურება არის პოლიტიკა, არ ვიცი, პოლიტიკოსები არ მყავს. ყველაზე ძნელი არის პოლიტიკა. პოლიტიკა არის ძალიან ადვილი გადასაწყვეტი და სიმარტივეს უნდა პოვნა. არ მყავს პოლიტიკოსები. ეხლა მე თქვენ ღმერთმა დამიფაროს, რომ თქვენ თავზე არ მიიღოთ. მე ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი უბედურება არის, რომ ხალხი გააჩუმეს. ხალხი ქვეყანა რა არის? მუშა, გლეხი, ინტელიგენცია და პროლეტარები. აი ამათ უნდა ჩაუდგეს თავში პოლიტიკა და ხალხი გამოაფხიზნოს. არა გვყავს პოლიტიკოსები, რომ ხალხთან იმუშაოს. აი ეს არის ჩვენი უბედურება. ეხლა ხელისუფლება ჩვენ არ გვყავს. ჩვენ ისე პატარა ქვეყანას უნდა ერთპიროვნული მართვა. ერთი პიროვნება უნდა იყოს ხალხთან. პარლამენტი ჩვენ არ ვკიდება. ერთი პიროვნება უნდა იყოს ყველაფერი. უნდა ძმისშვილი დანიშნოს, უნდა თავისშვილი. ხალხთან ერთი კაცი უნდა იყოს პატარა სახელმწიფოში პასუხისმგებელი. ამიტომ თქვენ ოპოზიცია ვინც არის, ძალიან ისე ვერ მუშაობს, ისე როგორც საჭიროა. ამიტომ შეთავაზეთ ხალხს, როგორი სახელმწიფო გინდა. ჩვენ სახელმწიფო არ ვართ. ეს არის ფეოდალური წყობა გამოაცხადა. მინისტრები თავადები არიან, ეს ბიზნესმენები კიდე დაბალი აზნაურები და მიდი. ამიტომ სულ სხვანაირად გჭირდებათ მუშაობა, სულ სხვანაირად. ამიტომ ძალიან გთხოვთ რა, პოლიტიკოსები მოვძებნოთ კაცო, პოლიტიკოსები კაცო, მოვძებნოთ კაცო. კეთილი. კარგით, მადლობა ზარისთვის. ну არ ვიცი, მოსაძებნია ალბათ პოლიტიკოსები. მოუძებნოთ ხალხმა, მოძებნოს ხალხმა თქვას ვინ სურს, მაგრამ ამით არაფერი არ იცვლება სამწუხაროდ. ზოგადად ნორმალურ ქვეყანაში არჩევნებით წყდება ზუსტად ეგ სურვილები, მაგრამ არა ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ. მეც
დიდი მადლობა ზარისთვის რასაკვირველია მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენი კეთილი სურვილით ფიქრობთ ამ ამას თუმცა საკამათო ბევრი რამე და დასაწყებული დასაწყისში ვიღა თედო პაატაშვილზე როცა თქვით მე ხა ყველას ვიცნობდი ქარტიელებს რა ვიცი აცხონოს მერთვა მერაბურიდია მალხას კვანჭილაშვილი ყველაზე ახალგაზრდა ირაკლი მელაშვილი და სულ ყველას ვიცნობდი და თედო გაიყიდა ცოტა არაფერი არ ეტყობა თედოს რომ გაყიდვის შემთხვევაში რაღაცა უნდა დაგეტყოს ხო ცხოვრება უნდა შეგეცვალოს და აქედან გამომდინარე ჩვენ ხშირად ხოლმე იმ პოლიტიკოსებსაც ასეთი მითი ვერდიქტით ხშირ შემთხვევაში ჩვენ თვითონვე გადავუსვით ბევრ ამას ხაზი და აქედან გამომდინარე არის რომ მე თანდათანობით ყველაზე ბოლოს უკვე სააკაშვილმაც სერიოზული წვლილი შეიტანა თუმცა გარკვეულწილად ჯერ კიდევ პოლიტიკას მაინც ტოვებდა პოლიტიკოსებს ჯერ კიდევ აძლევდა თუნდაც სუნთქვის საშუალებას მაინც და დღეს პოლიტიკოსები კი არა საერთოდ პოლიტიკაა დისკრედიტირებული სიტყვა პოლიტიკა და პოლიტიკით თუ ხარ დაკავებული უკვე დისკრედიტირებულია ეს ყველაფერი და ჩვენ ახლა შეხედეთ პოლიტიკოს ხედავთ საერთოდ ხო ყველაზე დიდი პოლიტიკოსი თუ ავიღებთ ამ ასე თქვა იმიტომ რომ დე ფაქტო სიტუაციით არის ბიძინა ივანიშვილი რომელიც ყველა პოლიტიკოს მოუგო ყველა პარამეტრებში რასაც კი შეიძლებოდა დისკრედიტაცია გაუკეთა ყველა სუსტ წერტილზე იმუშავა საერთოდ გაანადგო ზოგი პირდაპირ განადგურებაზეა გადასული ზოგი ციხეებში მიყავს ზოგი თავისი არა თავისი რა მნიშვნელობა გუშინდელი თავისი ვისთანაც ერთად დაიწყო იმათი და საერთოდ ჯამში ხო რასაც თქვენ სად უნდა მოვძებნოთ ეს პოლიტიკოსები რამე ის არსებობს რაღაცა სკოლა სადაც გაზდიან პოლიტიკოს ჩამოაყალიბებ ამ პოლიტიკოს და მე გამოვა კარგი არ ხდება ეგრე ან ახალი გვინდა საიდან ჩამოვარდება ციდან ხوار ჩამოვარდება ხო ის ადამიანი ან სხვა მინდა ხوار მოფრინდება აქ ხდება ამ პოლიტიკის და პოლიტიკაში ადამიანები თანდათანობით გამოცდილებას იძენენ და ხდებიან პოლიტიკოსები და პროფესია თუ ხდება ეს პოლიტიკა და დღეს პოლიტიკოსი არ არის აი მივიღეთ ახლა ტექნიკური მთავრობა დაახლოებით ესე შეიძლება თქვა ბიზნესმენები ხო ბიზნესმენები ხო ის არის რა ქვია ახალი ის კასტა შევქმენით რომლებიც არის სინამდვილეში თავისი ბიზნესის დაცვისთვის მოხვედრილი იმ პარლამენტში და რეალურად ისე დაამთავრებენ იმ პარლამენტსაც რომ მათ ეცოდინებათ ერთი რამ რომ ისინი კონკრეტულად თავის ბიზნესს იცავდნენ და აქედან გამომდინარე უსინდისოდ აი როგორც ახლა იმაში რა ქვია საინფორმაციო გამოშვებაში ხედავთ რომ ადამიანებს შეუძლიათ არა მარტო მე ახლა ვლაპარაკობ ის ერთ კონკრეტულ ადამიანზე აი თუნდაც ის რაც თქვენ მაგალითები მოვიყვანეთ რომ ადამიანი თავის თავს უფლებას აძლევს გამოვიდეს და ისეთი შეურაცხყოფა მოგაყენოს და გითხრას რომ აი თქვენ ადამიანებო 300% სამჯერ გავზარდა რა ქვია ჯარიმა რატო გავზარდეთ ჯარიმა იმიტომ რომ ქუჩაში ავტომობილებით არ იაროთ და თქვენ უნდა გადაჯდეთ ავტობუსებზე ამას გეუნებათ ადამიანი და ქვია პოლიტიკოსი ხო ამ დროს თვითონ მილიონერია ხო მილიონერი რომელიც ახლა მე შენ გეტყვი და ეს მილიონები ხა მე მესმის რომ საბჭოთა იმიდან რა ქვია სივრციდან როცა გადავედით უკვე კერძო საკუთრებაზე ის რასაც საერთო სახალხო საკუთრება ერქვა და იყო ყველასი მე უნდა გამختارიყო ვიღაცის და ფული იქ იშოვეს არა ბიზნესით არამედ ჩვეულებრივ ეს ადამიანები იყვნენ აი ცეხავიკებს რო ეძახდნენ და ადამიანებს რომლებიც კორუფციით და იმით იყვნენ უმეტესი ხო აი საჭირო ადგილზე აღმოჩნდნენ ზოგიერთმა გაამართლეს სხვათა შორის და ბიზნესმენებიც და არის ადამიანები რომლებსაც მართლა დაიწყეს ნულიდან რასაც ქვია ხო ვიცნობ ესეთებსაც რომლებსაც აი ჯერ იმითი რა ქვია ჩვეულებრივი ჩანთებით რომ რაღაცა დაქონდათ მერე დაიწყეს მანქანებით მერე ეშელონებით ამის შემოტანა არიან ესეთებიც და მივიღეთ საზოგადოება რომელსაც სინამდვილეში თუ კი გინდა რომ მართლა სხვა ქვეყნის გავლენა ნაკლები იყოს მაშინ ქართული ბიზნესი უნდა იყოს ჩართული და ქართული ბიზნესი უნდა ქმნიდეს და უნდა მოყავდეს აი რასაც თქვენ ძაან პოლიტიკოსები ის პოლიტიკოსები უნდა მოყავდეს ვიშიც დაინახავს რომ ესენი იმ სისტემას შექმნიან რომელიც სისტემასაც იმ მოსახლეობას რომელიც იქ ცხოვრობს იმ თავის მოქალაქეებს საშუალებას მიცემენ ღირსეულად იცხოვრონ ეს არის ფუნქცია სახელმწიფოსი ამიტომ იმ ტერიტორიაზე როდესაც გარკვეულ სუვერენიტეტზეა ლაპარაკი ეს ხალხის სუვერენიტეტია პირველ რიგში დამშეული ხალხის კი არა ხალხის რომელიც გარების ქვეყნიდან კი არა ერის რომელიც ყდება დემოგრაფიულად
ეს სახელმწიფოში ადამიანები ამას თვლიან ეს მათი ტერიტორიაა და მათი კი არა ერთი ადამიანია რომელსაც პირდაპირ ვამბობ კონტრაქტი შემოგთავაზებთ კაცო დავჯდეთ დავილაპარაკოთ მართლაც რომ იმაზე უკეთესი სისტემა შევქმნათ რომელიც სისტემაც საბოლოო ჯამში კრახამდე მაინც მიიყვანს ამ ყველაფერს შეხედეთ გარშემო რა ხდება ვიღაცებს გონიათ რომ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსები მოილაპარაკებენ და ესენი რომ მოილაპარაკებენ მერე აქ ვიღაცას დასვავენ სწორედაც თუნდაც ამ პრინციპითაც რო წახვიდეთ ამათი მოლაპარაკება არ ხდება ესე რომ აი მე და გიორგი ერთმანეთთან ლაპარაკობთ გიორგი ამბობს რომ ეს კაცი მინდა რომ იყოს მე ვეუბნები გავიგე რომ შენ ეს კაცი გინდა მაგრამ შეხედე ეს კაცი ვერ მართავს ქვეყანას არეული სიტუაცია მუდმივად იქნება ფეთქებად საშიში ამიტომ მოდი რომ ცოტა ისეთი მოძებნე შენც რომ დავინახო მეც რომ ამ ადამიანთან დალაპარაკება შეიძლება ან დაველაპარაკოთ ერთად რომ რაღაცები გაასწოროს და ისე იყოს რომ ქვეყანაში ფეთქებად საშიში რას ნიშნავს ანუ არაპროგნოზირებადი სიტუაცია იქნება და არაპროგნოზირებადი სიტუაცია არც ერთ ბიზნესს არ უნდა იმიტომ რომ არ ვიცი ხვალ რა სიტუაცია იქნება აიჭრება არ აიჭრება და ამიტომ იქ მე ფულს ვერ ჩავდებ იმიტომ რომ არაპროგნოზირებადია ამის გამოა რომ იცვლება ხოლმე ლიდერები არაპროგნოზირებადი ლიდერები არიან ხშირ შემთხვევაში და არ შველის რომ ჩემს გარდა არავინ არ არის ამის თქმა რომ ჩემს გარდა არავინ არ არის და თანაც ფაქტიურად მართლაც არავინ არ არის აი დღევანდელ სიტუაციაში ვინ არის რომ მითხარით რომ განადგურებულია პოლიტიკური კლასი არის განადგურებული ვინც კი კიდე ოდნავ მაინც რაღაცას ვჟუტავს ხვალ როცა გაუხარდება დაიჭერს დაახვედრებს ვიღაცას და ცემს ვიღაც ამ ცემას შეიძლება მოკვდეს კიდევაც და მე რა ასე უმართავ სიტუაციას და რატომ უნდა დაუჯდე ვიღაცას და რატომ უნდა დაველაპარაკო ღუპავს ეს ყველაფერი თქო ღუპავს და ამის მთქმელიც არავინ არ არის იმიტომ რომ ჭირს ამას როგორც კი აგზნობინებ იმ ადგილზე რომელზედაც ხარ იმასაც დაკარგავ და ვერც ვერაფერს ვერ შეცვლი მე მესმის იმ ადამიანების რომლებიც მინისტრები არიან მე მესმის იმ ადამიანების რომლებსაც ასე თუ ისე თავიანთი ოჯახის ინტერესების დალაგება დაიწყეს მაგრამ კიდე გეუბნებით არ ხდება შეხედეთ არ უნდა ამას დიდი ისტორიის წოდნა ვისაც მოსწონს ისტორია კარგია მოусმინეთ ხოლმე ადამიანები არიან და ლაპარაკობენ ამაზე მაგრამ ვისაც არ მოგწონთ საკუთარ შეხედეთ რა 35 წლის მანძილზე რომელიც გავიარეთ ეგეც კი საკმარისია საკმარისია იმისთვის რომ ანალიზი გააკეთო რომ ეს ყველაფერი არ მთავრდება კარგად არ მთავრდება იმიტომ რომ არ ვზივართ რაც არ უნდა იზოლაციაში მოგვაქციოს ხო თავისთავად ვერ მოიქცევა იზოლაციაში იმიტომ ინტერესები დიდია ეს ინტერესები კიდევ გეუბნებით მესამე მსოფლიო ომის ბოლო ფაზაში ვარ შესული და სახელმწიფოები არიან ჩართული რომლებიც ესე არ დატოვებენ კავკასიას და ხედავთ ხო რომ რაღაცეებში აგერ სომხეთში მიდის ახლა ცოტა ხანში არჩევნები იქნება და უნდა შევხედოთ როგორ განვითარდება იქ სიტუაცია და იმის ზარია ეთერში ბატონო მოусმინო მოგესალმებით ბატონო მოგესალმებით გამარჯობათ ბატონო გოჩა ბოდიშის მოხდით თუ პირდაპირ ეთერში შემოსვლის უბრალოდ მოსილება მოგვანიჭეთ ეს დრო ცოტა ჩვენიც არის აქედან 8 ზედმიწევი გესმის ამ გადაცემის არსი და იმოს მაგდენი საუბარი არ დაჭირდება თუ დაჭირდება ესე მაინც ჩვენ ისე ბოდიში კიდევ ერთხელ ჩემო კარგო ხალხო პოლიტიკოსებიც ბევრი ყავს გულანთებული ხალხიც ბევრი ყავს ამას დანახვა უნდა და ხედავს ის ხალხი ვინც უნდა ხედავდეს რატომ ვერ გამოვლით მე გამოვდივარ გამოვალ პირდაპირ ერთადერთი შემოვედი პირდაპირ ტელევიზიაში და ბატონ ცხილაძის უკანონო დაბადებება დავგმენ უგმობ ბიძინა ივანიშვილის მოსვლას საქართველოში უგმობ მის აქ ყოფნას მას მეტი არ შეუძლია მას უნდა გახდეს კი ჩემი მიმარა იმანა მაგდენი კი არ იცის მე მინდა მაინც შევახსენო რომ ძალიან ცუდი ფინიშია დაუძიეს რომ აქ ქართველები არიან და რა ვიღაც იქაურები სადაც ის კი ჩემი და ჯანდაბის ნაყოფია ბატონო არის უამრავი გულანთებული ხალხი გამოსვლითაც გამოვალთ და სასწაულებსაც გავაკეთებთ და იმ ხალხს ვისი მეტადად დღეს ბიძინა ივანიშვილი იმყოფება იქ 80% არის სულითა და გულით ქართველი იმათ დედაც აკავთ პრიუტის ხალხი არ არიან მამაც აკავთ შვილიც აკავთ შვილიშვილიც აკავთ და იმათზე ფიქრობენ მაგრამ უბედურობა იმაშია ვაიმე უშევარი არ დავჩემში არიან მოკვდე
მოგდივშიერი ასეთ ყოფნას და მაგაფსახურს სულ არ გავიხედავ საჭმელისკენ გასვარსელთან ბატონო გოჩა უამრავი ხალხია ძალიან ბევრი ხალხია მე ვიცი რომ ეს გადახებაზე იმდენი გამოვლენ რომ გუგურის დაანგრევენ იმ სასახლეს თუ საღორეს სადაც ის ცხოვრობს ის არ ამზადა მე 10 მეშინია 10 მეშინოდა და 10 შეფეშინდება მე მადლობელი ვიქნები განგებისა ოღონდ მომასრო ჩემი სამშობლოს გულიზე თავი დავდო მეტი არაფერი ამბიდა მე და მე იმათთან შედარებით არაფერი არა ვარ ვინც არზე ჩემზე მეტად ამფებული და არზე მეტად მოყოლულია ჩემი სამშობლოში გაუმარჯოს საქართველოს გაუმარჯოს ყველა ქართველს ვინც დაწმოს თავის მდელოს თავის ქვეყანას და თავის სინაპრებს პატივს სცემს რის გულზე დაიხოცენ ისინი კარგად ვიცოდეთ მომიტევეთ ცოტა გამიძდა და არაფერი არ გამოვა ერთობა გადაგვარჩეს უფალი არ გავწიავს მამა ღმერთი კიდევ ალბათ გაიხარეთ მადლობა ზარისთვის აი ერთ-ერთი გულანთებული ქართველი პატრიოტი არის გოჩა ჯოჯო ამიტომ გვიჭირს ხოლმე მისი შეკავება, როცა იმიტომ რომ რასაც ამბობს, აი თქვენც უნდა გესმოდეთ, ადამიანი როცა რაღაცას საუბრობს, ხო, მას უნდა რომ თავისი აზრი ზუსტად ჩამოაყალიბოს, რომ ყველასთვის გასაგები იყოს თუ რის თქმა უნდა. და ეს აზრი ხანდახან ისე გრძელდება და მე ერთი მეორედან გადადის, გადამოდის და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მაყურებელს ვერ შეურაცხყოფა იქნება თვითონ მაყურებლისთვის, რომ დაიწყო რაღაც და შეწყვიტო. ამიტომ ზოგს გამოგვდის რომ თქვა რაღაც მოკლედ ვამბობთ ზოგს არ გამოგვდის ანუ თქვენც გაგებით უნდა მოეკიდოთ ამ ყველაფერს თუმცა გოჩა ყოველთვის თავის აზრს ბოლომდე იმიტომ აყალიბებს კიდევ ერთხელ ვამბობ რომ თქვენ არ მოგაყენოთ შეურაცხყოფა და არ დაგტოვოთ იმ აბსტრაქციაში თუ რის თქმა მინდოდა არ მინდოდა ადვოკატად არ გამოგადგებე მაგრამ ნუ ეხლა მე მაინც გიცნობ უფრო კარგად ვიდრე თქვა ზოგიერთი მაყურებელი ხო ზარი ეთერში გამარჯობათ. მოგესალმებით. მოგესალმებით ბატონებო, დიდი პატივისცემით. გაიხარეთ, მადლობა. მე ჩემ აზრს გამოვთქვამ, შეიძლება ეს აზრი ცოტა არ იყოს მართებული, მაგრამ მე ქალური ლოგიკიდან გამომდინარე და ჩემი სუბიექტური აზრია და ალბათ მომიწერეთ. გისმენთ ქალბატონო. იცით რაშია საქმე, თქვენ ალბათ ხართ საქმე იცით რომ აი უკრაინაში ხდება ბანდერასი და შოსტაკოვი და საერთოდ აი მათი ფაშისტების გადმოსვენება, ხო? ყველა ეს ფაშისტები ხლა მათი გვარები არც ვიცი კარგად არც მაინტერესებს, მაგრამ ნახეთ გუშინ რომ შუხევიჩი, ბანდერა ზელენსკი მიუძღოდა მათ და ეს ხომ საშიშია, თუ კი ფაშიზმი გავრცელდება უკრაინაში და ევროპაც ხმას არ იღებს, ევროპაც გაჩერებულია და თითქოს ამას ხელს უწყობს. ბავშვები წირდებიან ძალიან ფაშისტური იდეოლოგიით და უკვე ამბობენ რომ ყველა რუსი ცხოვრზე უარესია და ყველა ისა, ქალბატონო, ერთი წამით, ქალბატონო, ერთი წამით. არა, კი, არა, დაგამთავრებინებთ ქალბატონო, იმისთვის კი არ გაწყვეტინებთ რომ თქვენ და მე ვამბობ რომ ევროპა რატომ უწყობს ხელს? ჩვენ ხომ ევროპისკენ ვიყავართ და შეიძლება ჩვენი ხელისუფლებაც რომ ამკაცრებს აი ამ კანონებს. როდესაც ევროპა ნაცისტებს და ფაშისტებს ჩვენს ქვეყანაში მე სააკაშვილის გულისხმობ ხარს უჭერდა და ამბობდა რომ ეს არის დემოკრატიის შუქურა და უამრავი ქართველი ჩახოცა უდანაშაულო ქართველი სადისტურად. ევროპა ამბობდა რომ ეს დემოკრატია არისო და ალბათ ეს ხელისუფლებაც მიდის უკვე დიქტატურისკენ, იმის გამო რომ ევროპა ყველაფერ ამას ხარს უჭერს. ქალბატონო, არ გახვიდეთ ეთერიდან. თუ არ ვცდები მელნიკოვს დაუდგეს, ხო? ძეგლი, ანუ ერთ-ერთი იყო, რომელიც ხოცავდა ებრაელებს. ძეგლი გადმოასვენეს. არა, გავიგე, მაგრამ ძეგლის დაუდგეს და არის კიდე მოეგნები ბანდერასი და მელნიკოვის ქალბატონო, ერთი წამით და ქალბატონო, პოლონეთის პრეზიდენტმა გააკეთა ძალიან მკაცრი განცხადება. თუ მოусმენთ პოლონეთის პრეზიდენტ ზელენსკის წინააღმდეგ.
და ისრაელმა სხვა ის და ისრაელი, იმიტომ რომ ეს ყოველად მიუღებელი აღმოჩნდა პოლონელებისთვის და ღია განცხადება გაკეთდა. ეხლა ევროკავშირმა ცალკე გააკეთა განცხადებები, თუ არა მე არ მომისმენია, მაგრამ პოლონეთის პრეზიდენტის განცხადება გვაქვს მოსმენილი ამ ამბავთან დაკავშირებით. თორე ზოგადად რომ მთლიანად სამყარო თავდაყირად დგება, ეს ჩვენ უკვე დიდი ხანია ამას ვხედავთ და ამაში სიახლე არაფერი არ არის. ბუნებრივია რომ მოგვიტანს უკვე ფაშიზმი გავრცელდება ევროპაში და ფაშისტებს მხარს უჭერეს 21 ანგელოზებით ბავშვი ჩახოცეს უკრაინელებმა ხო და 40 ბავშვი დაასახრიჩეს სამართლებში არიან ხეიბრები ზოგ ფეხი არ არის ზოგ ხელი არ არის 21 ბავშვი ჩახოცეს ევროპამ ხმა არ მოიღო და რა ხდება ეს რატომ ხდება ნუ ეს კაი დასაგებია მაგრამ რა დააშავეს რუსებმა ასეთი საშინელებმა რა გააკეთეს რომ გერმანელებს არიქცევიან ფაშიზმი გერმანიდან დაიწყო და ამოხოცა 27 მილიონი საბჭოთა მოქალაქე ამოხოცა და რა საშინელებებს აკეთებდა გერმანელების მენად ლოიალურად არიან გაწყობილები და განა რა საშინელება გააკეთეს ასეთი რუსებმა რომ ბავშვები უნდა ჩაიხოცოს რუსები ადამიანები არ არიან სპორტში არ უნდა მიიღონ მონაწილეობა ბავშვებს ხოცავენ უკვე რუსულად ახლა არავინ არ უნდა ამოიღოს რუსულად არავინ არ უნდა ილაპარაკოს და ამას ევროპა ემხრობა და აბა რა ჰიტლერი აბა სხვა რას ამბობდა და ჩვენ ტიკიტკენ მიგდივართ და ჩვენთანაც უკვე ფაშიზმი მხარდება ფაქტიურად საქართველოში ხო და ჩვენ არ უნდა წავიდეთ არა უშავს ემოცია კარგია ეს მეშინია უკრაინა თუ გაიმარჯვებს იქ მე უკრაინა გვემუქრებოდა ჩვენ თქვენთვისაც მოვიცვლიო და მოიცვლი ჩვენთვისაც თუ რუსებს დავინდობს ერთი ჯიშის ხალხია და ერთი გენეტიკის ხალხია ჩვენ დაგვინდობენ ისინი ჩვენთანაც საშინელებებს ჩაიდებენ და ჩვენ ჩავხოთავთ ქალბატონო უკრაინაში არის ოფიციალური ფაშიზმი ნაციზმი ქალბატონო დიდი პატივისცემით მაგრამ ჩვენს გვათქმევინეთ ერთი ორი სიტყვა ხო გვინდა რომ ერთმანეთს მოусმინოთ და ვესაუბროთ ხო მას ძალიან თმელია და ძალიან ახელვებული ვარ ისი ძალიან საშინელებები ხდება და მე გეუბნებით რომ აღელვება დასაშვები ემოციები უბრალოდ ერთმანეთს ვაცალოთ საუბარი მე თქვენ გაცალეთ ეხლა ორ სიტყვას მეც ვიტყვი მე თქვენს გააგრძელებთ ალბათ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ევროკავშირი რას აკეთებს ჩემთვის საერთოდ არ არის საინტერესო მე დავინახე რომ პოლონეთმა გააკეთა განცხადება და პოლონეთის წინააღმდეგ არ გამოსულა ევროკავშირიდან არავინ იმიტომ რომ ყველას კარგად ესმის რომ ევროკავშირში მყოფი ქვეყნები თავისუფლად მოქმედებენ ისე როგორც მათ სურს და ეს არის ერთ-ერთი ბაზა თვითონ ევროკავშირის ეს ერთი მეორედ ჩვენ ამ გზით უნდა წავიდეთ თუ რა თქმა უნდა არ უნდა წავიდეთ ამ გზით და როცა ჩვენ ვსაუბრობთ რომ ნაციზმის გზით სიარული ჩვენ არ გვინდა და ევროკავშირი რატო დუმს კიდევ ერთხელ ვიმეორებ ერთია რომ ჩვენ ნაციზმის გზით არ უნდა ვიაროთ მეორეა საერთოდ არ მაინტერესებს ევროკავშირი დუმს თუ არ დუმს მთავარია ჩვენ როგორ მოვიქცევით და ჩვენ რას ვიზავთ ევროკავშირი გვაინტერესებს რა კუთხით ჯანდაცვის კუთხით ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, შრომის კოდექსის დაცვის კუთხით და ასე შემდეგ. სასამართლო თავისუფლებით და ასე შემდეგ. ანუ ის რის აღებაც გვინდა, ესეც იმას არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც ევროკავშირის წევრები უნდა გავხდეთ. ეს აი პაშინიანმა თქვა და ჩვენ ეს აღვნიშნეთ სხვათა შორის, სულ რო არ მიგვიღონ ევროკავშირში, ის კარგი მაინც გადამოვიღოთ, რაც გამოადგება ჩვენს ქვეყანას. ანალოგიური გზით ჩვენც რო ვიაროთ რა გვიშლის ხელს. გადმოვიღოთ ის კარგი, რომელიც ქვეყანას გავითარების რაღაც ნაპერწყალს მაინც მისცემს და იმ მიმართულებით ვივლით, სულ თუ არ გავხდებით, თქვა ევროკავშირის წევრები, საერთოდ არ გვინდა, თქვა ევროკავშირის წევრობა, მთავარია გადმოვიღოთ ის კარგი სიკეთეები, რომელიც გამოადგება ჩვენს ქვეყანას. ყოველგვარი აღელვების გარეშე და იმის გარეშე, რატომ ევროკავშირი რაღაც განცხადებას არ აკეთებს. არ მაინტერესებს ევროკავშირი და არც მინდა რომ მაინტერესებდეს ამ კუთხით. მივდივართ ბატონო გიორგი, როგორ არ გვაინტერესებს? ევროკავშირი გვაიძულებს სანქციებს, გვიწესებს, გააკეთეთ ასე, თუ ასე არ გააკეთოთ, არ მიგიხეთ. თვითონ გვეუბნება ამას და ქალბატონო, ერთი წამით ქალბატონო ერთი წამით ქალბატონო
ევროკავშირი აღარ გვაინტერესებს. ქალბატონო, არ გვაინტერესებს ევროკავშირი და სად ჩანს რომ ევროკავშირისკენ მივდივართ? აი მე თქვენ გეკითხებით, სად ჩანს დღეს საქართველოში რომ ჩვენ ევროკავშირისკენ მივდივართ? იმიტომ დაკარგა რომ რუსეთთან აღარ შემიძლია ძალიან ნერვიულობ. მე თქვენ კიდევ ერთხელ გისვავთ კითხვას, სად ჩანს დღეს რომ მივდივართ ევროკავშირის? ქალბატონო, რის გამო რა დაკარგეთ? ქალბატონო, რის გამო რა დაკარგეთ? ეს უბრალოდ თქვენ ასე აფასებთ. მე არ მგონია რომ ჩვენ დავკარგეთ ევროკავშირის გამო. ეგ სხვა თემაა. მე თქვენ გეკითხებით დღეს სად ჩანს მეთქი რომ ევროკავშირისკენ მივდივართ? ჩანს სადმე? ევროკავშირი ცენზურას უწესებს ტელევიზიებში არანაირ სიმართლეს არ ამბობენ, იმიტომ რომ მე BBC-საც უსმენ, Euronews-საც უსმენ, აბსოლუტურად ყველა. ქალბატონო, ჩემ კითხვაზე პასუხს რატო არ მცემ? საქართველოში ესეთი ცენზურა, როგორც ევროკავშირშია. ევროკავშირში არის დიქტატურა. ქალბატონო, კიდევ ერთხელ გიმეორებ, ჩემს კითხვაზე პასუხს რატო არ ცემთ? გეკითხებით. ევროკავშირისკენ მივდივართ, გამოდიეთ ევროკავშირის დროშებით. და მე გეკითხებით. არ უჭირავს და უკრაინის და ევროკავშირის დროშები უჭირავს და მეტი რა. კითხვა ხო დაგისვით მე თქვენ, სად ჩანს მეთქი რომ ევროკავშირისკენ მივდივართ? დროშით რო გამოდის ადამიანი, ეს იმას ნიშნავს რომ ქვეყანა ევროკავშირისკენ მიდის? გამოდის 5000 კაცი გამოდის თქვა ევროკავშირის დროშებით. ქვეყანა რეალურად მიდის ევროკავშირისკენ? სად ჩანს ეს? მე მივდივარ ევროკავშირისკენ. სად ამბობს ქალბატონო, სად? მაგრამ ისინი არ გვიხებენ იძახის ხელისუფლება, იმათ არ მოწონათ. კიდევ ერთხელ ვამბობ, 28 წლამდე როგორც ჩვენ არ გვიღებენ. ხელისუფლებამ როგორც მინიმუმ 28-მდე გააჩერა ევროკავშირზე საერთოდ საუბარი და თქვენ გეკითხებით, სად ჩანს რომ მივდივართ მეთქი. ამდენი აი თქვენ რაც მოყევით ახლა ქალბატონო, თქვენი ემოციებიც მესმის, თქვენი რაღაც თქვენებური შეხედულებაც გასაგებია, მაგრამ როცა რაღაცას ამბობთ, ამას ხო დასტური ჭირდება, ხო უნდა დაამტკიცოთ, რომ ეს ევროკავშირისკენ მივდივართ, სად მივდივართ, სად ჩანს რომ მივდივართ. ის რომ ევროკავშირი სანქციებს გვიწესებს, გასაგებია რომ არ მივდივარ და იმიტომ გასაგებია რომ გვიწესებს სანქციებს, მაგრამ გოჩოს თქმის არ იყო, ზუსტად იმიტომ გიწესებს რომ გეუბნება რომ საერთოდ აცდენილი ხარ ევროკავშირის გზას. ამიტომ გეკითხებით, სად შრომის კოდექსი არ შეცვალე, სასამართლო დამოუკიდებელი არ აკყავს, ადამიანი, რა ვიცი, დემოგრაფიულად და მკვდარი ვარ და იმაზე ვარ და ამიტომ გეუბნება ეს ევროკავშირი რომ თქვენ ამბობთ რომ ევროკავშირი გვაძალებს ამას. არა, ევროკავშირი ჯერ გეუბნება, ჯერ შენ ისეთი ეკონომიკა უნდა გქონდეს ჩემთან რომ შემოყვალ, ეს შეუულებრივი რამეა. ჩემთან სახლში იატაკი არის დასუფთავებული, შენ გინდა ჭუჭყიანი ფეხებით შემოსვლა. ჩვეულებრივად ავიღოთ. თქვენ ეუბნებით, არა, სანამ ფეხსაცმელებს არ გაიწმინდაო, სანამ არ იქნები იმ ნორმაში, რომ ჩემ სახლში მიგიღოთ, მანამდე არ შემოგიშვებ, იმიტომ რომ ჩემ სახლში რომ შემოგიშვა, ისიც კი არ იცი რომ ხელები უნდა დაიბანო და შენ ჭუჭყიანი ხელებით შეიძლება ფარდაზე შეიწმინდო. ამიტომ არ გიშვებს თავის სახლში. და თქვენ ამბობთ რომ არა ეს გინდა თუ არა გვეუბნებიან, აი ეს LGBT-ია ერთ-ერთი მთავარი და იჯერებთ ამას. რომ თორმე ამას გვეუბნებიან, რომ თორმე ევროკავშირში არის საშინელი ცენზურა. რუსებთან მიმართებაში ევროკავშირსა და რუსეთს შორის ეს დაძაბულობები ევროპას ამ შემთხვევაში ევროკავშირი მანამდეც არ იყო. ეს მუდმივად იყო. იმიტომ რომ მათ შორის კონკურენცია, თუმცა არიან ევროკავშირში ის სახელმწიფოები, რომლებიც ცოტა სხვაგვარად უყურებენ. მაგალითად, აგერ ხედავდით, რომ უნგრეთს სრულიად სხვა განსხვავებული პოზიცია ჰქონდა ვიდრე დანარჩენ ევროპას. შარლ დე გოლის პერიოდში ან საფრანგეთს ამბობდა საფრანგეთი, რომ საბჭოთა კავშირის გარეშე ევროპის უსაფრთხოება, საერთოდ შეუძლებელია. მაგრამ იმ პერიოდში ამბობდა, მე სხვა მოვიდა, სხვანაირად დაინახა, სხვანაირად თქვა. ერთ ქვაბში ხარშავთ ყველაფერს. ანუ თქვენ ახლა იმდენი რამე ილაპარაკეთ, რაც საერთოდ აფხაზეთი და ოსეთი ევროკავშირთან კავშირში არ არის ნამდვილად. დასავლეთის პრობლემა იდგა და დასავლეთის ზეწოლა არ იყო, მითითება იყო და ასე ვთქვათ, შთაგონება იმ პერიოდის ხელისუფლებაზე, რომ მოდით თქვენ დათმეთ ახლა და მერე ჩვენ ამბავს ავტეხავთ, მაგრამ ევროკავშირი არ შუაში ამ თემასთან. დასავლეთი კი ბატონო, ეს პრობლემა ნამდვილად იდგა, მაგრამ დღეს როცა თქვენ ყველაფერს ერთ ქვაბში ხარშავთ, ძნელია ჯერ ერთი კითხვაზე პასუხის გაცემა, იმიტომ რომ სადღაცა სხვა პასუხია, სადღაცა სხვა პასუხია. მეორედ, აი რუსეთმა რა და აქ ვინმე ამბობს, რომ რუსეთმა დააშავა ისეთი რამე, რომ აი რუსეთის სხვანაირად უნდა მოიხსენიო და ევროკავშირი.
ჩვენ საერთოდ ობიექტივში სად რეკავდით ხო იცოდით ამ ეთერიდან არასოდეს ყოველ შემთხვევაში ამ გადაცემიდან რუსეთი არ იყო სალანძღავი, ყოველთვის ვამბობდით, რომ რუსეთთან უნდა დამყარდეს ურთიერთობა, უნდა აღვადგინოთ ნორმალური ურთიერთობა. მე ამისთვის ჩავდიოდი მოსკოვში, ხვდებოდი ჩვენს კოლეგებს რუსეთის დუმაში. ამავდროულად ვამბობთ, რომ არ შეიძლება ჩვენ იზოლაციაში მოვაქციოთ ქვეყანა სხვა სამყაროსგან. ხო, ანუ და იგივე ევროკავშირი, იგივე ამერიკა, ან თუნდაც სხვა რომელიმე ქვეყნები. ქვეყანა თუ ქვეყნის განვითარება გვინდა, უნდა განვითარდეთ ყველა მიმართულებით. თუ იკეტები კონკრეტულად ვიღაცისგან იკეტები, უკვე მტერი ხარ მისი და ბუნებრივია რომ ყოველთვის იქნება წინააღმდეგობა შენს მისამართით და ამას უნდა ელოდებოდე. და არ გვინდა რომ ჩვენ მეზობელთან ტრულად ვიყოთ განწყობილები, ან თუნდაც არა მეზობელთან, მაგრამ რომელიმე პარტნიორთან ასევე ტრულად ვიყოთ განწყობილები. ამაზე მიდის მუდმივად საუბარი და ის რომ რუსეთი ცუდია და ის კარგია, ან პირიქით ჩვენ თუ შეგვეძლება თვითონ იდეა, აი მოდით ესე შეხედეთ, ხო, სხვათა შორის აი სომხეთის თემამ წარმოაჩინა ეს და განსაკუთრებით მიდის ამემართულებით ლაპარაკი, რომ სომხეთს დაუსვა საკითხი რუსეთმა ესე, ხო? პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრა ნახეთ, სხვათა შორის ძალიან ცივილიზებული შეხვედრა იყო, მიდიოდა თავიანთი ინტერესების წარმოჩენა, იქ არ ყოფილა ის, რომ ამ ფაშინიანმა იმის გამო რომ ეს რუსეთია და შეეშინდა, არა, თავისი დააყენა თავის საკითხი, ისევე როგორც ძალიან ცივილიზებულად ელაპარაკებოდა იგივე პუტინი ფაშინიანს, ხო? ანუ შეიძლება ლაპარაკი და რაზე იყო საუბარი? რა გირჩევნია ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი? სინამდვილეში თუ შევხედავთ იდეაში, ევრაზიული კავშირი უფრო მომგებიანი უნდა იყოს, იმიტომ რომ ევროპასა და აზიას შორის, იმიტომ ეს ერთი კონტინენტია სინამდვილეში, ხო? ეხლა კონტინენტის ცნებაც კი აირდაირია, იმიტომ რომ ევროპა ცალკე კონტინენტი მიაჩნია და აზია ცალკე და არა, ევრაზია ერთი კონტინენტია რეალობაში. თუ კი მათ შორის ურთიერთობები ჩამოყალიბდება და მათ შორის მოიძებნება ბევრი რამ საერთო, ისევე როგორც ექნება ბევრი რამ განსხვავებული. როგორც თვითონ აი ევროკავშირი ერთიანი ფულადი სისტემა აქვს, ერთიანი საკანონმდებლო სისტემა აქვს, მაგრამ მათ შორისაც ჩვეულებრივად ხდება და ისტორიულად ესე იყო, კონკურენცია არის ჩვეულებრივი, ხო? ჩვენ რასაკვირველია უნდა გვაწყობდეს კიდევაც იდეაში თუ ეს მოხდება და წავა აქეთკენ. საბოლოო ჯამში, რასაც ვქენებობთ სინამდვილეში, რუსეთი ყველაზე ახლოს თუ კი შევხედავთ, თქვათ ამ განლაგებას აზიური ქვეყნებისა, ყველაზე ახლოს ევროპასთან თავისი კულტურით, თავისი ცნობიერებით, ყველაზე ახლოსაა. აი ამერიკელი პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროს პირიქით ცდილობდა რომ ევროკავშირში ევროპასა და იგივე რუსეთს შორის ურთიერთობები და თანაც ესე არ იყო დაპირისპირება, მაშინ ესე არ ყოფილა. რუსეთი იყო უმრავლეს შემთხვევაში პირველ მსოფლიოში და მეორე მსოფლიო ომის დროს მისი პარტნიორი იყო ინგლისი, მისი პარტნიორი ანუ გერმანიის, იტალიის, თურქეთის წინააღმდეგ. ხო, საინტერესო სხვათა შორის გადაცემა ჰქონდა ბატონ დავით არხანმოურავს და თუ ნახავთ კარგი იქნება აი ამ ბოლო სიტუაციაში რომ გაერკვეთ, თუნდაც დღევანდელი გადასახედიდან რუსეთთან, თურქეთთან, ევროკავშირში, ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობაში საინტერესო ის არის, რა ვქვია, ანალიზი გაკეთებული. ასე როცა შეხედავთ, აღარ მოგეშლებათ ნერვები, რუსები და უკრაინელები ერთმანეთს რო ესურიან, ბავშვები ერთ ხარესაც იხოცებიან და მეორე მხარესაც იხოცებიან. ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატები და ირანი, როდესაც ერთმანეთს ეომება, ირანი კი ვერ ახერხებს, რომ ამერიკას მიწვდეს, იმიტომ რომ ძალიან დიდი სხვაობაა, ხო, თქვათ, ამ ომში ამერიკის შეერთებული შტატების ძალას, სამხედრო, ასე ვთქვათ, სისტემას, ეკონომიკურ სისტემას, თუნდაც ყველაფრით რო ავიღოთ, დიდი სხვაობაა, ხო, ირანსა და იმას შორის, რა ქვია, ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. რუსეთსა და უკრაინას შორის მთელი თავისი ევროპული დახმარებითაც კი, ესენი ერთმანეთთან კიდევ უფრო შედარებით ახლოს არიან, თუმცა სიძლიერე ვთქვათ რუსეთის, ხო, მით უმეტეს როცა არის ატომური იარაღზე ლაპარაკი, რასაკვირველია რუსეთის ხარეს არის, ხო? აქედან გამომდინარე ბოლლაპარაკებები უნდა შედგეს და ჩვენი ამოცანა რა არის? ჩვენი ამოცანა არის რომ ყავდეს სახელმწიფო, რომელიც ჯერ შიგნით დაალაგდა, შიგნით უნდა იყოს ერთობა ხალხო. შიგნით შეიძლება რომ სახელმწიფოში ასეთი დაპირისპირება იყოს, მიუხედავად იმისა, რომ სრული კონტროლი აქვს ივანიშვილის მართლაც. ოპოზიცია, რომელიც განადგურებულია, ფაქტობრივად კონტროლი ყველა სისტემაზე, რომელიც აბრევიატურად არჩა და ამიტომ იძახის გიორგი, რომ სასამართლო სადაც არ არის თავისუფალი, იქ სახელმწიფო არ შემდგარია. ან არის
დიქტატორული ტიპის სახელმწიფო და შეიძლება იყოს კიდევაც, ოღონდ რესურსი უნდა კონდეს. მაგალითად, აზერბაიჯანი დემოკრატიით არ გამოირჩევა, მაგრამ ცხოვრების დონე ნახეთ იქ როგორია. და იქაური დიქტატორი თუ არის და ავტორიტარი თუ არის, ხო, მამიდან შვილზე და არ ვიცი კიდე როგორ იქნება. იმის გამო, რომ სოციალურად დალაგებული აქვს სიტუაცია, კიდევ ასატანია. ან შეხედეთ, სადაც გაგიხავთ, ბელორუსიაც ნახეთ, როგორია. ნახეთ არაბული ქვეყნები როგორაა მდგომარეობა და შეხედეთ საქართველოს. აქ ავტორიტარიზმი და დიქტატურა ვერ გაჩავს, იმიტომ რომ ეკონომიკურად ვართ დანგრეულები, ჩამოშლილები, დავიქეცით, კვდებით, ერი კვდება. აქ ამაზეა საუბარი. ჩვენ შიგნით უნდა მოვახერხოთ დალაპარაკება. მე არა ვარ და აი ბატონი გამოდიოდა და ამბობდა რომ იმ სასახლეში და იმ იმაში არც ამის ის არა ვარ, რა ქვია, მომხრე. მე მირჩევნია რომ ნებისმიერ სააკაშვილთანაც კი ვამბობდი თავის დროზე, როცა ოპოზიციაში ვიყავ, მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ. დღესაც მაგას ვამბობ, მოლაპარაკების მაგიდასთან არის დასაჯდომი სინამდვილეში. იმიტომ რომ სხვაგვარად დავზიანდებით, ურთულეს მდგომარეობაში შევდივართ და აქედან გამომდინარეა დიქტატურა, როგორც ესეთი, ხო, ვერ მოიდგას ამ მოლაპარაკებას. და იქნება ეს პოლუსები, როდის აყირავდება კაცმა არ იცის, როდის გასკდება კაცმა არ იცის, იმიტომ რომ შენ რომ მიგაჩნია რომ ყველაფერი, სტალინსაც რომ მიაჩნდა რომ ყველაფრის კონტროლი ქონდა, აღმოჩნდა რომ არ იყო ყველაფრის კონტროლი, ხო? ბოლოს როგორ დავიდა სიტუაცია. ის მისმა შექმნილმა სახელმწიფო ინერციით იარა, მაგრამ ბოლოს დაიშალა. იმიტომ დიდი იყო და ეკონომიკა ვებერთელა ქონდა და ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. ჩვენი ასე დანგრევა საერთოდ შეიძლება აღმოჩნდეს ისე რომ ჩვენს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის ინტერესები ზუსტად ეკონომიკის დანგრევამ დაანგრია საბჭოთა კავშირი საბოლოო ჯამში. და ამიტომ ჩვენ კიდევ ვამბობთ, დღესაც კი ვამბობთ, რომ საბოლოო ჯამში მიუხედავად განსხვავებული აზრისა, რომელ მხარესაც არ უნდა იყოს ეს აზრი, პროამერიკელია, პროევროპელია, პრორუსია, არ აქვს მნიშვნელობა. მოლაპარაკების მაგიდასთან არის დასაჯდომი და ქვეყნის შიგნით მოსაძებნია ისეთი კონსტრუქციის შექმნა, რომელიც ხალხთან სოციალურ კონტრაქტს დაგვადებინებს და ვიზრუნებთ სულ ყველა იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობა უნდა იყოს ძლიერი და ღონიერი საქართველოს მოქალაქე არის საფუძველი იმისა, რომ ძლიერი სახელმწიფო კონდეს. და მე იქ ფულიც აკეთე, კაცო, დიდი სიამოვნებით კონდეს, ღერთმა შეგარგოთ, ვისაც გააქვთ. არავის წართმევას არ გიპირებთ, მაგრამ იფიქრეთ რა იმაზე, რომ ეს დამშეული ხალხია, ააყირავებს მე სიტუაციას და ის ფული ძოხრად დაგჭებათ, კაცო, არავის არ წაუღია საფლავში ის ფული. და შვილი და შვილიშვილებსაც თუ სწორად არ შეუქმენი სისტემა, იმათ საფრთხეს უქმნით, პირიქით, იმ ფულის დაცვა ორჯერ მეტი საფრთხე იქნება მათთვის. და ამიტომ იფიქრეთ ამაზე, რომ ერთობლივად ბიზნესი იქნება ეს კიდე გეუბნებით, ბიზნესს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი. იქნება და მოვახერხოთ, რომ სალაპარაკო მაგიდასთან პოლიტიკოსები, ბიზნესი ერთად დაჯდება და შექმნის იმ სისტემას, რომელიც იქნება უსაფრთხო პირველ რიგში ქვეყნისთვის. კი ბატონო. კეთილი, ჩვენი დრო ამოიწურა, ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, გემშვიდობებით მომავალ ორშაბათამდე და მე კიდე შევხვდებით, თუ არ დამიჭირეს, რა თქმა უნდა, შევხვდებით ხუთშაბათს 6:09-დან 7:09-მდე ვიქნებით თქვენთან ერთად. კარგად ბრძანდებოდეთ.